ეს ტესტი აჩვენებს, რომ მე შემიძლია ჩავაბარო სისხლი. გამარჯობა. მე მინდა ვიყო დონორი. ნახოთ ჰემოგლობინის ჰემატოკრიტი და სხვა მაჩვენებლის რაოდენობა, რამდენად ვარგისია, შემდეგ უნდა გაკეთდეს ჯგუფი და რეზუსი. თქვენ ნორმაში გაქვთ ყველაფერი, შემიძლია გამოვდგეთ დონორ. ჩააბაროთ სისხლი. ძალიან კარგი. აქ ტარდება დონორების სისხლის კვლევა საშიშ ინფექციებზე. ეს არის შიცი, C-დაბ ჰეპატიტი და სიფილისი. სისხლის ბანკი მოკლედ რო გითხრათ უკვე ფუნქციონირებს 10 წელიწადია. ამ 10 წლის განმავლობაში საკმაოდ განვითარდა ჩვენი როგორც მატერიალური ტექნიკური ბაზა, ისე სამეცნიერო კუთხით მოღვაწეობა. იაშვილის ბავშვთა კლინიკაში არ არსებობდა სისხლის ბანკი, უხდებოდა პაციენტებს და მშობლებს, ექიმებს ქალაქის სხვადასხვა სისხლის ბანკებიდან შემოტანა, შემდეგ ჭირდა შენახვა, გადამოკლედ არ იყო ეს სრულყოფილი სერვისი, როცა ბავშვებს სისტემატურად ჭირდებოდა აღნიშნული კომპონენტები. ამიტომ ეს გახსნა აუცილებლობა მაშინდელმა ხელმძღვანელობამ იაშვილის კლინიკის გთხოვა, რომ გაგვეკეთებინა რაღაც ესეთი დაწესებულება, რა თქმა უნდა დავთანხმდით, შევქმნით. პირველად საქართველოში ჩვენთან დაიწყო ისეთი კომპონენტის წარმოება, როგორიც გახლავთ თრომბოკონცენტრატი, აღნიშნული კომპონენტი სისხლის მზადდება ახალი სისხლისაგან, აფერეზის მეთოდით, თანამედროვე აპარატურის გამოყენებით და ძირითადში გამოიყენება ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისათვის, ასევე მოზრდილებისათვის. ხოლო აღნიშნული კონცენტრატის უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ ერთი გადასხმის შემდეგ შეიძლება ბავშვს მთლიანი სისხლის ფორმულა ჩადგეს პაციენტის მთლიანი სისხლის ფორმულა ჩადგეს ნორმის ფარგლებში და შედეგი აქვს ბევრად უკეთესი. ჩვენ დავიწყეთ უშუალოდ ჩვენი და უცხოელი პარტნიორების ერთობლივი მუშაობის შედეგად შევქმნით ახალი სახის მაგისტრალები, რომელთაც ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მივიღეთ წითელი სისხლი. მოკლედ რას ნიშნავს ეს? თუ თქვა პაციენტს ესაჭიროება 400 ან 500 მილილიტრი წითელი სისხლი, მას უნდა გადაესხას ორი დონორისაგან დამზადებული აღნიშნული კომპონენტი. ჩვენ მივახციეთ იმას, რომ ნებისმიერ პაციენტს აღნიშნული რაოდენობის წითელი სისხლი შეიძლება გადაესხას მხოლოდ ერთი დონორისაგან დამზადებული კომპონენტი. გარდა ამისა, კიდევ გვაქვს სიახლე, ეს გახლავთ რა თქმა უნდა, მსოფლიოში აპრობირებული მეთოდი, ეს გახლავთ პლაზმაფერეზი, პლაზმაციტოფერეზი, ლეიკოციტოფერეზი. გასაგებ ენაზე ეს გახლავთ უხეშად სისხლის ორგანიზმის სისხლის გაწმენდა, რომელიც ხდება ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ერთჯერადი მაგისტრალების საშუალებით, ხდება გამოყოფა პლაზმის და წითელი სისხლი უბრუნდება უკან. მე წეგანა მოგახსენეთ ჩვენი მუშაობის შესახებ, თუ რა სახის კომპონენტები მზადდება. ეხლა ჩვენ შეგვიძლია შევიდეთ დარბაზში, სადაც ხდება აღნიშნული კომპონენტების დამზადება თანამედროვე აპარატურით. ხო? ეს ის დარბაზია, სადაც ყველა ეს პროცედურა ტარდება, ხო? კი ბატონო, და უფრო გასაგები რო იყოს და სასიამოვნო მაყურებლისთვის, მე შემიძლია აღნიშნული პროცედურა შემოგთავაზოთ ჩემთავზე და განახოთ რამდენად უსაფრთხო და სასიამოვნო ეს პროცედურა. თქვენ თავზე გამოცდით. დიდი სიამოვნებით. დიდი სიამოვნებით. კი ბატონო. სარგებელი აქვს ამ პროცედურას და სისხლის გაწმენდის პროცედურა, როგორც თქვენ თქვით, ანუ სამედიცინო ენაზე პლაზმაფერეზი გამოიყენება ძალიან ბევრი დაავადებების დროს. ამ დროს ხდება პლაზმისგან სისხლის კომპონენტი არის პლაზმა, რომლისგანაც ხდება მოცილება მავნე ნივთიერებების და ძალიან ბევრი დაავადებების დროს გამოიყენება. ეს არის ალერგიული დაავადებები, მაგალითად შეგვიძლია ძალიან ხშირად გავრცელებულია და საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს. სხვადასხვა ინტოქსიკაციების დროს გამოიყენება და მავნე ნივთიერებების მუშორება ხდება. გამოიყენება ორსულებში, როდესაც ხდება რეზუს კონფლიქტი და ორსულში საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს. ჰეპატიტების დროს, ალკოჰოლით ღვიძლის დაზიანების დროს, დეზინტოქსიკაციის თვალსაზრისით ძალიან კარგი შედეგი. წმინდავს ყველა ცუდი მავნე. კი ბატონო, წმინდავს სისხლს ყველა მავნე ნივთიერებისგან. აი ხო ბატონ დავით ტარდება ეს პროცედურა და მოდი ტექნოლოგიურად აგვიხსენით რა ტარდება, რა პროცესია ეს.
ბატონ დავით ვუტარებთ ახლა ამ პროცედურას უფრო პროფილაქტიკის თვალსაზრისით, თორე ჯანმრთელობის პრობლემა არ გვაქვს. და ამ შემთხვევაში ხდება ერთჯერადი მაგისტრალია აპარატზე აწყობილი და ხდება სისხლის გამოსვლა. ამ აპარატში ხდება განცალკევება პლაზმის და სისხლის ფორმიანი ელემენტების. სისხლის ფორმიანი ელემენტები უკან უბრუნდება პაციენტს, ხოლო პლაზმა, რაშიც არის მავნე ნივთიერებები, ხდება მოცილება და გადაიღრება. საკმაოდ მარტივი პროცედურაა, დაახლოებით ყველაზე მაქსიმუმ 40 წუთში, ისე რომ პაციენტს არაფერი დისკომფორტი არ შეექმნება, ხდება მოცილება პლაზმის. ჩემთვის აი როცა ის სისხლზე არის საუბარი იყო უბრალოდ სანამ აქ მოვიდოდი, ყოველთვის აი უფრო მიშინოდა, რომ აი რაღაცა იქ არ პირიქით ანამე არ გამემართოს, ან რაღაცა არ შიში მქონდა. საშიში ნამდვილად არ არის, იმიტომ რომ არაფერი გართულება ამას განსაკუთრებული არ აქვს. ერთადერთი რაც შეიძლება როგორც პაციენტს, ასევე დონორს სისხლის ჩაბარების თვალსაზრისითაც გართულება იყოს, ეს არის წნევის დაქვეითება, რომლის ასე ვთქვათ, აღმოფხრა ადვილად, მარტივად არის შესაძლებელი. სითხეს მივაღებინებთ, თუ საჭირო იქნება მედიკამენტოზურად ჩავერევით და არაფერი პრობლემა არ აქვს. მოკლედ ეს ყველაფერი ხდება ესეთი ევროპული სტანდარტების დაცვით. როგორ გძნობთ თავს? არაჩვეულებრივად, ვარდა არანაირი დისკომფორტი არ არის აბსოლუტურად, არა ტკივილი, არა. ძალიან ხშირად არის ხოლმე პრობლემა, აი დონაციის, არ არის ხოლმე საკმარისი მარაგი და აი როგორ ხდება ეს თქვენ? ნამდვილად პრობლემა დონაციის არის ხალხის ცნობიერებაში არ არის ის, რომ აი სისხლის კომპონენტები ჭირდება, ამ პაციენტს ჭირდება, სანამ თვითონ არ დადგებია ხოლმე ამ საჭიროების წინ და ამიტომ ყველას მოვუწოდებ, იმიტომ ყოველ თვე დაახლოებით 500-დან 1000-მდე ადამიანმა მაინც უნდა გაიყოს სისხლი, რომ საკმარისი რაოდენობა შეიქმნას ამ ბავშვებისთვის სისხლის კომპონენტების და ყველას მოვუწოდებთ, რომ დაეხმარონ პატარა პაციენტებს. მე გეტყვის იმას, რომ ჩვენი ტრადიციიდან გამომდინარე, ქართული ტრადიციიდან ალბათ ყველა შესწრები ხართ იმას, რომ ყველა სუფრასთან მეორე თუ არა მესამე ისმება ბავშვების საეძებო. აი მოუწოდებ სანამ მათ დალევენ ბავშვების საეძებოს, მოვიდნენ ამ ბავშვებს დაეხმარონ. სულ 10 წუთი დაჭირდებათ. გაიღონ სისხლი, აჩუქონ სიცოცხლე, შემდეგ დალიონ რამდენიც გაეხარდება კიდე. ეს ახლა რა კომპონენტი გამოდის? აი ეს არის ზუსტად პლაზმა, რაზეც ვსაუბრობდით, ისი საშუალებითაც ხდება ამ პლაზმაში არის ის მავნე ნივთიერებები, რაც პრობლემას უქმნის ადამიანს. სულ მოიშოროთ ზედმეტი ცხიმები და გამოიტანოთ ორგანიზმიდან ყველა ცუდი ნივთიერება, ჩაიტარეთ ეს პროცედურა აუცილებლად. ძალიან დიდი მადლობა მას გიძლებისთვის და პირველ რიგში იმისთვის, რომ აი ესე ვაგროვოთ ამ სისხლს და პატარა ბავშვებისთვის იქნება თუ ყველა პაციენტისთვის მათ ვიხმარებთ. ასევე დიდი მადლობა მინდა გითხრათ თქვენ ამ სასიკეთო საქმისთვის და მინდა გადმოგცეთ საჩუქრად საკუთარი წარმოების ღვინო, რომელსაც აწერია სისხლის ბანკი, რომელსაც ჩუქნით ყველა დონორს, ვინც უანგაროდ აბარებს სისხლს, ვინაიდან სწრაფად აღიდგინონ ანაკრისი მათთვის ჩაბარებული სისხლის ოდენობა. ღვინო ზომიერი რაოდენობით მოგესალმებათ სასარგებლო ჯანმრთელობისათვის. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. უგრძნობ და წარმატებებს. წარმატებებს ვისურვებთ თქვენ. დიდი მადლობა.